მოგესალმებით, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. ჩემი ვიდეო ჩანაწერებისთვის 21 წიგნად შევარჩიე ფინელი მწერლის ტუვე იანსონის წიგნი ჯადოქრის ქუდი, რომელიც 1965 წელს გამოიცა, ხოლო ქართულ ენაზე თარგმნა ბაკურ სულაკაურმა და სულაკაურის გამომცემლობამ 2023 წელს გამოსცა. ჩემი დაკვირვებით მკითხველის ორი კატეგორია არსებობს, ერთი, რომელიც ჯერ არ იცნობს მუმინებს, ხოლო მეორე კატეგორია კი არის მკითხველები, რომლებიც თავდავიწყებით არიან შეყვარებულნი მუმინების სამყაროზე. მე ამ მეორე კატეგორიას მოგვიანებით შემოვუერთდი, რადგან გვიან აღმოვაჩინე მუმინების სამყარო, გვიან წავიკითხე და რამდენიმე წელია და თუ კი ერთ წიგნს მაინც წაიკითხავ, ჩემი აზრით წარმოუდგენელია თავდავიწყებით არ შეგიყვარდეს ტუვე იანსონის წიგნები. ტუვე იანსონი ფინელი მწერალი იყო, დედა ჰყავდა შვედი და შვედურად წერდა თავის რომანებს. და ძალიან ბევრი წიგნი დაწერა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქმნიდა მუმინების შესახებ წიგნებს. ზოგი წიგნი, როგორც უკვე ვისაუბრე ერთ-ერთი გაგაცანით ნოემბრის მიწურულს, ვერ იტყვით, რომ ბავშვებისთვის არის, თუმცა წიგნი, რომელიც უნდა გაგაცნოთ, ჯადოქრის ქუდი, ჩემი მოსწავლეებისა და შვილის საყვარელი წიგნია. როგორ აღმოვაჩინა ეს წიგნი? დაახლოებით 5 წლის წინ ჩემმა ბიჭმა გაბრიელმა ზაფხულის არდადეგებზე ჩემს წიგნებში მოძებნა ჯადოქრის ქუდი გადაათვალიერა და რატომღაც შეარჩია, კითხვის სურვილი გაუჩნდა. დამოუკიდებლად შერჩეული წიგნი ძალიან მოეწონა და დაახლოებით მესამე თავზე იყო, რომ ასეთი შეკითხვა დამისვა რაჭაში ვისვენებდით სოფელ პიპილეთში და მკითხა, როგორ ფიქრობ, თუ კი დავინახავთ ყვითელ პეპელას, როგორი ზაფხული გვექნებაო? ეს შეკითხვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე დამეწყო ამ წიგნის წაკითხვა, სანამ გაბრიელი დაასრულებდა, მე დავასრულე, გავუსწარი და მისთვისაც საინტერესო კი არა და მოტივაცია იყო, რომ მის წიგნს დედა კითხულობდა და სწორედ მისი დასმული შეკითხვა აღმოჩნდა ჩემთვის წაკითხვის სურვილის აღმძვრელი. აი ამბით ეს წიგნი დაუვიწყარია ჩემთვის და განსაკუთრებულია კითხვის პროცესში. მივხვდი, მასწავლებლის თვალით ვკითხულობ წიგნებს, რომ ეს წიგნი უნდა შემეთავაზებინა ჩემი მესამე კლასელებისთვის კლასის საკითხავ წიგნად და ძალიან მოეწონებოდათ ბავშვებს მასწავლებლური ალღოთი მივხვდი, მართლაც ასე აღმოჩნდა. ერთი სემესტრის განმავლობაში ვკითხულობდით მე და ჩემი მესამე კლასელები, ამის შესახებ სტატიაც დავწერე და აუცილებლად მივუთითებ ბმულში. სტატიაში გიზიარებთ აქტივობებს, რომლებიც ამ წიგნმა შთამაგონა და უამრავი წერითი აქტივობა, დავალების ინსტრუქცია შეიძლება მოაფიქრდეს მასწავლებელს. შემდეგ უკვე აგერ 5 წელი გავიდა ამბიდან, ახლა ჩემი შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებს წავაკითხე, პირველი წიგნი იყო მათთვის და მას შემდეგ რამდენიმე წიგნი წავიკითხეთ, მაგრამ ახლაც მთხოვენ, რომ მუმინების სხვა წიგნი დავიწყოთ, იმდენად უყვართ და მოსწონთ. რატომ შეიძლება შეგიყვარდეს ჯადოქრის ქუდი? ამაზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ჩემი აზრით ამას განაპირობებს შემდეგი მიზეზი. მოვლენების იმგვარი თანმიმდევრობა, რომ სახალისო ამბები, სიხალისე შემოაქვს ავტორს, ქმნის მოულოდნელად ისეთ ვითარებას და სიტუაციას, რომ ბავშვებს ეცინებათ იუმორი, გამორჩეული იუმორი და ურთიერთობა პერსონაჟებს შორის. ასევე ამბები, რომლებიც ვითარდება, არის ძალიან საინტერესო, თავგადასავალი და სიუჟეტი, ამოცანები, რომლებიც უნდა ამოხსნან გზადაგზა კითხვის პროცესში. აი ეს ყოველივე და პერსონაჟთა ხასიათი
იმიტომ რომ აქ ხდება სხვადასხვა ხასიათის მქონე პერსონაჟები, ძალიან ბუნებრივები, ზოგი ახირებულია, ზოგი თავის თავდაჯერებული, თავის თავში ჩაკეტილი, მოგზაურობა უყვარს ზოგს, ზოგი კი სხვებზე ზრუნვაში ატარებს მხოლოდ თავის ყოველდღიურობას და აი ასეთი ხასიათის ამგვარი მრავალფეროვნება და თანაცხოვრება და თავგადასავლები ამ პერსონაჟების ბავშვებისთვის არის ძალიან ცნობის მოყვარეობის აღმძვრელი. ამასთანავე კიდევ მინდოდა მე თქვა და ამომივარ და გონებიდან რაღაც გამახსენდება ალბათ. რა ხდება ამ ჯადოქრის ქუდში? პერსონაჟები, ხო, მუმინების ხეობაში დედა მუმინი, მამა მუმინი და მათი შვილი მუმინტროლი ცხოვრობენ და ეს მათი სახლი ყველასთვის ღიაა. მუმინები როგორც წესი გაზაფხულზე იღვიძებენ, ზამთრის ხანგრძლივი ძილიდან გამოხვიძებულები კარს ფართოდ აღებენ და მათ სახლში შემოდის ყველა, ვისაც სურვილი აქვს. აქვე ცნობით სნორკებს, ფრეკენსნორკსა და სნორკს დაძმას, ჰემულებს, კიდევ სნუსმუმრიკს, ასევე ონდატრას ერთ-ერთი პერსონაჟი აქვს, ჯადოქარს და ძალიან საინტერესო პერსონაჟებს და ბავშვებისთვის საყვარელ პერსონაჟებს, ტოფსლას და ვიფსლას, ასევე მორას. ჯადოქრის ქუდს იპოვიან ბავშვები და ამ ჯადოქრის ქუდში რაც კი ჩავარდება, რაც კი მოხდება, რაღაცად იქცევა. მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭები ღრუბლად, მდინარის წყალი კომპოტად, თუ კი თავზე დაიფარებ, იერსახე გეცვლება. მუმინტროლი სწორედ ასე ჩამოიმხობს დამალობანას თამაშიშას თავზე ჯადოქრის ქუდს და სრულიად შეეცვლება სახის ნაკვთები. მეგობრები ვერ ცნობენ, დედა მოვა, სახეზე ხელს მოკიდებს, თვალებში ჩახედავს და ბავშვებს ეტყვის, რომ დიახ, ეს ნამდვილად ჩემი შვილია. დედა მუმინი არის სრულიად გამორჩეული პერსონაჟი და მე როგორც 4 შვილის დედა შეყვარებული ვარ მასზე. ხშირად ძალას მაძლევს მისი ზრუნვა, თავშეკავება, აი ბავშვების სიცელქისადმი მისი დამოკიდებულება. მაგალითად, ერთხელ ეუბნება სასეირნოდ სწავლენ, გამოქვაბულში სწავლენ ბავშვები და ეტყვის, რომ სანამ არ გახალისდებთ, უკან არ დაბრუნდეთ. ზაფხულისგან გაბეზრებული ბავშვები უკვე ძალიან ღლიან დედა მუმინს. მამა მუმინი მემუარებს წერს, სნუსმომრიკს მოგზაურობა უყვარს და მუმინტროლის უსაყვარლესი მეგობარია. ფრეკენსნორკს ჰატიფნეტები კულულებს შეუტყრუსავენ და ცხარეცრემლით ატირდება. ატირებულ ფრეკენსნორკს მუმინტროლი ამშვიდებს და ყველაფერს იღონებს, რომ დარდი გადაეყაროს გულიდან. ჰემული აგროვებს, შემგროვებელია და მარკების კოლექციის შემდეგ გადაწყვეტს, რომ ჰერბარიუმი შექმნას და მცენარეების მოგროვებას იწყებს და გვხდება აქ ლათინური გაგია ლუტია, რომელიც დავგუგლე და ხახვი აღმოჩნდა, ძალიან მიყვარს მცენარეებისა და ცხოველების ლათინური სახელწოდებები. ონდატრა წიგნს კითხულობს, მორა ყველას მარტოსულია და ვისაც კი უახლოვდება სიცივე ეუფლება და ყველას ებრალება მორა, ყველა გრძნობს, რომ მისი მარტოსულობა თავად მორასვე აზიანებს. ტოფსლა და ვიფსლა მოდიან და დედა მუმინი მაშინვე გაგზავნის სნიპს, რომ მშივრები იქნებიან ალბათ, ვინც არ უნდა იყოს, ჯერ არ იცის ვინ არიან და ჯამით გაატანს რძეს. დედა მუმინის ჩანთა იკარგება და ის სევდიანდება, ესეთი რამე არ ხდება და მთელი ხეობა შეძრავს ეს ამბავი, ყველა დაიწყებს მოძრაობა.
მოძებნას, მუმინტროლს უკვირს, რომ გაბრაზე ბოწყენილია თუ სევდიანია და როდესაც გაიგებს, რომ დედა სევდიანია, გაალმასებით იწყებს მისი ჩანთის მოძებნას. ტოფსლა და ვიფსლაც ვერ აიტანენ სევდიანი დედას, დედა მუმინს და გამოაჩინენ ვარდის ბუჩქებში დამალულ ჩანთას. დედა მუმინის ჩანთაში რა ნივთები არის, ეს კიდე ცალკე საყვარელი ეპიზოდია. დაღლილობისგან დედა მუმინს ძალიან უყვარს ზღვაზე განმარტოვება და ცისთვის ცაზე დაკვირვება. გამოჩნდება ავაზის თავის ხელა ლალის ქვა, რომელიც მზესავით ელვარებს, ლიცლიცებს, ციმციმებს და მას, როდესაც უყურებენ პერსონაჟები, ახსენდებათ ყველაზე სანუკვარი რამ, რაც განუცდიათ ან წარმოუდგენიათ და მერე ჩნდება ჯადოქარი, რომელიც უსრულებს სურვილებს, ერთ სურვილს უსრულებს პერსონაჟებს. დედა მუმინი ნატრობს, რომ სნუსმუმრიკის ხეობიდან წასვლის გამო დასევდიანებული მუმინტროლი გახალისდეს და აქვე არის ასეთი ფრაზა, რომ დარდია სატანია, მაგრამ სევდა ძალიან ძნელია, როცა სევდა იპყრობს ადამიანს, თავის შვილს. და მუმინტროლი კი ინატრებს, რომ მაგიდა აგვისტოს წვეულების მაგიდა გაფრინდეს სამხრეთისკენ და ეს მაგიდაც მიფრინავს, თან მიაქვს მამის მომზადებული უგემრიელესი პუნში, დედის გამომცხვარი მაჭკატები, იქვე კუთხეშიონდატრას წიგნიდევს. ერთი სიტყვით აი ესეთი მოვლენების უცნაური თანხვედრა და სიხალისე თავბრუ დამხვევია, მომაჯადოებელია და წეღან რაც დამავიწყდა, ახლა გამახსენდა, ეს არის ღირებულებები. აი ამ ჯადოსნური ამბების მიღმა და ბავშვური ცელქობებისა თუ თავგადასავლების მაძიებლობის ფონზე მწერალი ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებს გვაწვდის. ეს არის მეგობრობა, ზრუნვა, მიმღებლობა, ერთმანეთის ხასიათის ცოდნა და მორგება ამ ხასიათზე. თუ კი ვინმე მოწყენილია, მაშინვე ირაზმება ყველა, რომ ეს მოწყენილობა გადაყაროს გულიდან მეგობარს და აი ეს თანადგომა და ერთიანობა გადამდები არის მკითხველისთვის. ეს წიგნი გუდრიცზე ამოვიკითხე, გამოხმა მკითხველთა გამოხმაურებებში, ძალიან ბევრი წერდა, რომ როგორ წაუკითხა თავის შვილებს ხმამაღლა. ვიპოვე კიდევ ქართველების გამოხმაურება, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია. ასევე მახსენდება ნინე კვინიკაძის მწერალისა და წამყვანის ძალიან საინტერესო ჩანაწერი სულაკაურის გამომცემლობისთვის და გირჩევთ, რომ მოძებნოთ და მოусმინოთ. აუცილებლად შეგაყვარებთ ნენეს მოსმენა მუმინების სამყაროს. მოდი ბალიშს გაჩვენებთ და ამით დავასრულებ ჩემს საუბარს ამ წიგნზე. ძალიან დიდი სიამოვნება გელოდებათ და კითხვა მინდა ბოლოს დაგისვათ. ჯადოქარი კითხავს ყველას, რომ ინატრონ ერთი სურვილი და მე რომ დავფიქრდი, აი ერთი სურვილის გამორჩევა გამიჭირდა. საინტერესოა, მინდა რომ თქვენც გკითხოთ, თქვენთანაც რომ თქვენ და თქვენი მეგობრები რომ აღმოჩნდეთ ასეთ გარემოში და გკითხონ ერთი სურვილი მოფიქრება, გთხოვონ, რას მოიფიქრებდით, რა იქნებოდა ეს ერთი სურვილი, რომელიც მყისვე აგისრულდებოდათ. ბალიში კი არის ამგვარი, ასეთი გადავხატე ის ეპიზოდი, როდესაც სნიფი სნუსმუმრიკი და მუმინტროლი იპოვიან ქუდს, ჯადოქრის ქუდს. და ფრაზა არის ასეთი. დედა მუმინმა მაჭკატების ცომი აბაზანაში მოზილა.
თქვენ ვერ იპოვით ვერცად ბავშვს, რომელსაც ამ ეპიზოდს წაუკითხავთ და იმის წარმოდგენა, რომ დედამამმა შეიძლება აბაზანაში მოზიოს ცომი, მას არ გაეცინოს. აი, შეიძლება ეს იყოს ერთი პატარა გასაღები ამ წიგნის ხასიათის და ატმოსფეროს, რომელსაც ქმნის ავტორი გასახსნელად და ასახსნელად. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა.